ჩვენი გაცემის პირველი ნაწილის სტუმარი გახლავთ პოლიტიკოსი ბიძინა გიორგოვიანი. ბატონო ბიძინა, დიდი მადლობა რომ მონახეთ დრო და მოხვედით ჩვენთან. მე ცოტა სხვა თემაზე მინდოდა გვესაუბრა დღეს ძირითადად, მაგრამ აი მოულოდნელად გამთენიისას შეიცვალა ვითარება და ისრაელმა მიიტანა, როგორც თავად ამბობს, პრევენციული იერიში ირანის ობიექტებზე. ეს იყო ბირთვული, ჯერ საბოლოოდ არ არის ჩამონათვალი ცნობილი, მაგრამ ეს იყო ბირთვული ობიექტები, სადაც შეიძლება მდიდრდებოდა ურანი. ეს იყო აეროპორტი, ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და აგრეთვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამხედრო, ანუ შეიარაღებული ძალების 4 სხვადასხვა მიმართულების მეთაური არის დაღუპული. ისინი იყვნენ თავიანთ სახლებში. სიმართლე გითხრათ, მე ძალიან გამიკვირდა ეს ფაქტი, იქიდან გამომდინარე, რომ მანამდე 24 საათი ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უდიდესი ალბათობით ისრაელი თავს დაესხმება ირანს და ამ დროს ისინი რატომღაც ეს ძალიან მნიშვნელოვანი პირები, რომლებიც იღებენ გადაწყვეტილებას, თავიანთი მიმართულებების პირველი პირები, რაც მნიშვნელოვანია სამხედრო დაპირისპირების დროს, იყვნენ სახლებში, ანუ ფაქტობრივად სრულად დაუცველები და წარმოადგენდნენ ცოცხალ სამიზნეს. მე მცირეოდენ თუ შეიძლება ექსკურს გავაკეთებ მაინც, ჩვენ ახლო აღმოსავლეთში ეს ყველაფერი დაიწყო გვახსოვს ერაყით, რა მოვიდა ერაყს ჩვენ ახლა ვიცით. შემდეგ ეს იყო მაგრამ არ ვიცით რა მოვა ცოტა ხანში კიდევ. კი, რა თქმა უნდა, ეს ლიბია, ეხლა მოც აღარ აინტერესებს. კადაფის შემდეგ იქ შეიძლება დემოკრატია დამყარდა, ადამიანის უფლებები დაცული არ არის დაცული, ხო? ეს არავის არ აინტერესებს. სირია, როგორც ტორტის ნაჭერივით გაინაწილეს მხარებმა და კიდევ რა მოხდება. იცის და ფაქტობრივად დიდი ხნის წინათ უკვე არსებული ვერსიაც განხორციელდა ჩვენ თვალწინ. ეს არის ირანზე თავდასხმა, იქით აღარ წავალ ეხლა ზემოთ ავღანეთში რა და როგორ მოხდა. ესეც ამ კონტექსტისა დაახლოებით, მაგრამ მაინც აქეთ ამ მხარეს დავრჩეთ. ერთ არეალში დავრჩეთ, ანუ აღმოსავლეთის. აქედან გამომდინარე, რა ჯერჯერობით ირანი ძალიან მოზომილად იქცევა, იმ მხრივ ალბათ არ იცის პასუხი როგორი უნდა იყოს, მაგრამ მე მაინც საეჭვოდ მეჩვენება აი პეზეშკიანის დუმილი. თითქოს უკვე უფრო საეჭვო ხდება რაისის პეზეშკიანის წინა პრეზიდენტის უცნაური დაღუპვის ფაქტი. მაშინაც იყო ვერსია, რომ შეიძლება შიგნით ირანის შიგნით იყო ეს გადატრიალების და იქ მოწყობილი ვთქვათ ეს წინასწარ დაგეგმილი მკვლელობა იყო და საეჭვო ერთი სიტყვით ეს დუმილი. აი თქვენი აზრით ესე მოულოდნელად შეიცვალა ახლო აღმოსავლეთში ვითარება თუ იმ ფონზე როცა ტრამპი ამბობდა რომ წარმატებით მიმდინარეობს ირანთან მოლაპარაკებები, უცებ ისრაელი ხოთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან შეთანხმების გარეშე ასეთ დიდ ოპერაციას არ დაიწყებდა. რას უკავშირებთ თქვენ ამას? რა თქმა უნდა, არ დაიწყებდა ისრაელი ამერიკის შეერთებულ შტატებთან შეთანხმების გარეშე ასეთ დიდ სამხედრო ოპერაციას. მოდი ხა ისიც ვთქვათ, რომ ეს სამხედრო ოპერაცია ჩატარდა ძალიან მაღალ დონეზე. თუ განვიხილავთ ტექნიკურ შესრულებას, ისე როგორც რუსეთში სტრატეგიული ტრიადის ერთ-ერთ კომპონენტზე თავდასხმა, ეს სპეცოპერაციაც, რომელიც დღეს გამთენიისას დაიწყო ირანში, დაიწყო ძალიან მაღალი დონეზე მომზადებით და შესრულდა ძალიან მაღალ დონეზე. ეს ნიშნავს იმას, რომ თვითონ ვინც ამ ოპერაციებს გეგმავს, ამ ოპერაციების რაღაც ერთი ხელწერაა თითქოს და გეგმავს ძალიან კარგად და ასრულებს ძალიან მაღალ დონეზე. ეს უნდა ვაღიაროთ ჩვენ და ცალსახად ჩანს ყოველგვარი ისეთი რაღაც დიდი გამოცდილების და ცოდნის გარეშეც არა, პატარა ანალიზის უნარი ვისაც აქვს, ამას უცებ მიხვდება. ეხლა რაც შეეხება იმას, რომ რა თქმა უნდა იცოდა ეს ყველაფერი ამერიკის შეერთებული შტატების და სავარაუდოდ ალბათ მისი სტრატეგიული და მარადიული მოკავშირე ბრიტანეთის სპეცსამსახურებმაც და უნდა ითქვას ისიც, რომ განცხადება, რომელიცაც აკეთებდა ბოლო პერიოდში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, რომ თითქოს აი კარგად მიდის მათა მოლაპარაკებები და თითქოს უკვე მიღწეულია რაღაც გარკვეულ მოლაპარაკებებს, რა გარკვეულ შედეგებს მიაღწიეს ამ მოლაპარაკებებში. განსაზღვრავდა ასევე თან, ესე იგი შეიცავდა თავის თავში ასევე რუსეთის ჩართულობას. ერთ-ერთი ბოლო სატელეფონო საუბრის შემდეგ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას პუტინმა შესთავაზა თანამონაწილეობა ამ პრობლემის გადაჭრაში. ატარებდა დონალდ ტრამპის ეს განცხადებები ატარებდა როგორც ჩანს უფრო ისეთ ზედაპირულ ხასიათს, უფრო მიწყნარების და თითქოს ყურადღების გადატანის ხასიათს და ბოლოს მივიღეთ ის, რაც მივიღეთ.
არის მეორე მიდგომაც, რომ ნეტანიაჰუს ძალიან უნდა რომ ეს ომები ახლო აღმოსავლეთში ძალიან დიდი ალბათობით აქვთ მათ ეს სურვილი რომ გაგრძელდეს და ამ ომში ამერიკის შეერთებული შტატები იყოს ჩართული პირდაპირ ისე როგორც ზელენსკის აქვს ძალიან დიდი სურვილი იმისა რომ რუსეთ-უკრაინის ომიდან არ გავიდეს ამერიკის შეერთებული შტატები თავის ფინანსური და ტექნიკური დახმარებებით. ის თუ რატომ იყო ყველა ერთად მოგროვილი სამხედრო ელიტაც მათი ხელმძღვანელობა სამეცნიერო პოტენციალის მქონე მატარებელი პერსონები რომლებიც მუშაობდნენ თითქოს და ურანის გამდიდრებაზე იარაღის შესაქმნელად როგორც ვიცი ამას სჭირდება 90%-ზე მეტი გამდიდრებული ურანი და რომლებიც თითქოს და მუშაობდნენ ამ თემაზე აი ისინიც კი რაღაც თითქოს და ერთად იყვნენ და ისე ელოდებოდნენ თითქოს თავდასხმას კი ბატონო. ძალიან უცნაურია ეს მეტი რო არა ვთქვათ თუმცა შეიძლება იმდენჯერ იყო უკვე ნათქვამი რომ აი ეხლა დაარტყავენ რომ იქ ეს მუდმივი სიფხიზლე მოადუნდა მუდმივი რეჟიმი ამ განსაკუთრებულ მდგომარეობაში ყოფნისა აღარ ჩათვალეს საჭიროდ და იყვნენ ისე ჩვეულებრივი რუტინა იყო იმათვის ეს მუქარები რომელიც აღმოჩნდა სინამდვილეში აი გუშინ რა დღევანდელი დღის გამთენისას ესეთი საფრთხის მატარებელი თუმცა მე არ მგონია აქვე ხა ვიტყვი ბოლოს რომ ეს რაიმე არმაგედონში გადაიზარდოს რაღაც ატომურ ომში ვინაიდან ატომურში არა მაგრამ ირანის დაშლა არ იქნება ეს მაინც არმაგედონის მინი არმაგედონი არეულობა ირანში არა ირანი ისეთ სახელმწიფოა რომ ირანი ძალიან ხშირად სუსტდება და ძლიერდება ისე როგორც აი ძალიან გავს ამით რუსეთს არის ხოლმე ირანის ცხოვრებაში ჩვენ ქართველებს ძალიან დიდი ისტორია გვაკავშირებს ირანთან ხო კულტურული და ვასალურიც და ჩვენ ვიცით რომ ირანი ძალიან ხშირად ხან სუსტდება ხან ძლიერდება და ასე შემდეგ ხა დაშლა ირანს მე მგონი რომ არ ემუქრება ვინაიდან ეს არის ერთი რელიგიური და ერთი ცნობიერის მატარებელი ადამიანების სივრცე და მე ვფიქრობ რომ აი ესეთი არ ემუქრება არც ირანი და არც გავაგრძელებ იმას რომ არც ირანი და არც ისრაელი ოფიციალურად არ არის ატომური იარაღის მფლობელი. ეხლა ის რაღაც გამონათქვამები რომ თუ საჭირო იქნება ჩვენ მიხმარდა რაღაცა ეს გამონათქვამები არის უფრო ისეთი ლირიკა რა ეხლა თუ საჭიროა როცა თუ აცხადებ რომ ეგზისტენციური საფრთხე გაქვს მაშინ საჭიროა ხო ესეა რა და რაც შეეხება ირანს არა აქვს ოფიციალურად მათი სარწმუნოებაც კი კრძალავს ამას რომ მათ ატომური იარაღი კონდეთ და გამოიყენონ ეს უნდა ვთქვათ ცალსახად ისინი არ არიან მოტივირებული იმისთვის რომ იქ რაღაც ატომური ბომბები დაამზადონ და მეზობლებს დაუშინონ და რაღაც მათი ცხოვრების სხვანაირი კულტურაა იქ და ძლიერი სახელმწიფოა 90 მილიონი მოსახლით და იჩენს ძალიან დიდ სტრატეგიულ მოთმინებას რომ არ აყვეს აი ამ შეტევებს და აი ამ დაუნდობელ პრევენციულ ბრჭყალებში შეტევებს მას ემთხვევა ეს პრევენციული ომები რუსეთი რო შეიჭრა უკრაინაში მასაც შეუძლია თქვას რომ ეს პრევენციული ასე ამბობს იმიტომ რომ მისთვის იყო მიუღებელი ხომ არა ეს პრევენცია ასე ამბობდა ჰიტლერი რო შეიჭრა რუსეთში საბჭოთა კავშირში რომ ეს პრევენციულია არა ესე ამბობდა ამერიკის შეერთებული შტატები 47 წელს როდესაც ჩამოაგდეს ატომური ბომბები ხო პრევენცია რო ჩვენთან შემოჭრა 2008-ში იძულება მშვიდობისთვის პრევენცია გადასარჩენად კი სეპარატისტებისგან ხო არა ნუ ვითომ ხა დაიცვა მათ იქაური ისენი რა ქვია მოსახლეობა ბოროტი მეებისგან დამპროფლებისგან თუმცა შედეგებს თუ შევადარებთ მე ახლა იქ რა ხდება ამ პრევენციული ომების შემდეგ არა უკვე სხვა შედეგებზე გავდივართ არა
ხო და რო დაუბრუნდე მე იმ ირანის და ისრაელის თემას მე არ მგონია რომ ეს რაღაც ფართომასშტაბიან ომში გადაიზარდოს იქნება კონვენციური იარაღით ალბათ ეს გამწვავება დიდხანს თუმცა ეს გამწვავება მე არ მგონია რომ რეგიონალურ ომში გადაიზარდოს ვინაიდან ამ ომში არ მიიღებს მონაწილეობას არც თურქეთი იმიტომ რომ არ შედის ეს თურქეთის ინტერესებში. თითქოს დაუჭირა მხარი ირანს, სიტყვიერად შეიძლება რომ რაღაც სოლიდარობა გამოუცხა და რაღაც ეს გასაგებია, მაგრამ საომარ მოქმედებებში სამხრეთ კავკასიის და წინა აზიის ერთ-ერთი სამხედრო ლიდერი თურქეთი არის და ნატოს წევრი თურქეთი ესე პირდაპირ ირანის მხარეს ვერ დადგება კიდევ. და ბატონ ბიძინა, აქ ჩვენთან არის კიდევ საინტერესო, ხო, როგორ შეიძლება ეს ეკო გამოძახილი მოვიდეს ჩვენამდე, სულ სახელდებოდა 3 წერტილი, ეს იყო უკრაინა, ანუ ევროპის შუაგული, სამხრეთ კავკასია, ახლო აღმოსავლეთი და ერთმანეთზე მიმული 3 წერტილი. უკრაინაში რაც ხდება ვიცით, ახლო აღმოსავლეთში რაც ხდება ისიც ვიცით, სამხრეთ კავკასია რამდენად დაცულია ამ პროცესებისგან და ალბათობა როგორია, რომ ისიც აღმოჩნდეს ჩათრეული ამ რკალში ცეცხლის. სამხრეთ კავკასიის გარშემო დიდი კონფლიქტებია, მაგრამ სამხრეთ კავკასიას არ ეტყობა საიმისო რაიმე ნიშანი რეალურად, რო ვთქვათ, არ ეტყობა სამხრეთ კავკასიას რაიმე ისეთი ნიშანი არ აქვს, რომ სამხრეთ კავკასიაში საომარი მოქმედებები დაიწყოს. თუ არ მოხდა ხელახალი პროვოცირება სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტისა. დანარჩენი ახლა სამხრეთ კავკასიაში სამხედრო კონფლიქტი არ აწყობს არც თურქეთს, არც რუსეთს. ამ ორ სახელმწიფოს რეგიონალური სახელმწიფოების ბალანსის დაცვას უჭირავს სამხრეთ კავკასიაში. მაგრამ ბრიტანეთს რომლის მოკავშირეც არის თურქეთი. შვიდობა არც თურქეთის და არც რუსეთის ინტერესებში სამხრეთ კავკასიაში ახლა რაიმე დიდი სამხედრო კონფლიქტი არ შედის და შესაბამისად სამხედრო კონფლიქტი არ შედის არც საქართველოს, არც სომხეთის და არც აზერბაიჯანის ინტერესებში. აქედან გამომდინარე მე ვფიქრობ, რომ რაიმე ჩვენ ისეთი სერიოზული საფრთხე, საომარი საფრთხე არ გვემუქრება. შეიძლება იყოს რაღაც ჰუმანიტარული კრიზისები ჩვენ მეზობელ სახელმწიფოებში და შეიძლება იყოს რაღაც ეკონომიკური ტოლილები იგივე. აი ეს ტოლულთან ნაკადი არის პრობლემა. არა, ნაკადი არა, ნაკადები ახლა ისე არ უნდა წარმოვიდგინოთ ჩვენ რომ ახლა ირანელები არ არიან ისეთი მენტალიტეტის ხალხი რომ ერთიანად აიყარონ და გრძელი რიგით წამოვიდნენ არიქა საქართველოში დავსახლდეთ თუ არა. ეს არ არის ჰუმანიტარული კრიზისი, უბრალოდ შეიძლება საქართველოს ეკონომიკის ზრდას დაატყოს ხელი, იმიტომ რომ რეგიონალური კრიზისები ეკონომიკაზე, ვალუტის კურსზე და ეკონომიკურ განვითარებაზე ძალიან მოქმედებს ხოლმე. აი ესეთი გავლენები, ირიბი გავლენები ექნება. პირდაპირ ან სამხედრო გავლენა მე არ მგონია რომ კონდეს საქართველოზე ამას. რაც შეეხება ახლა ინგლისს მეკითხებოდი თქვენ, ინგლისის მონაწილეობა სამხრეთ კავკასიაში და დანარჩენ მსოფლიოში მათი ინტერესები ყველგანაა და მათ აქვთ გარკვეული თავიანთი სახელმწიფო ინტერესები და ისინი ხელს უწყობენ ამას. თქვენ ნახეთ ალბათ ინგლისის საელჩოს მოქმედებაც საქართველოში, როცა სხვა საელჩოებმა გარკვეულწილად ცოტა დისტანცირება გააკეთეს ამ ექსტრემისტული ჯგუფების დაფინანსებისგან, ისინი ამას არ წყვეტენ და პირდაპირ აფინანსებენ რევოლუციურ პარტიებს, რომლებიც საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებას ამზადებდნენ და ეხლაც ამ რეჟიმში ცხოვრობენ რა. ამიტომ მათი ინტერესები რა თქმა უნდა იქნება ისე როგორც ყველაზე სახელმწიფოს ინტერესი აქვს ყველა რეგიონში. იგივე შეგვიძლია ვთქვა თურქეთზეც, იგივე შეგვიძლია ვთქვა რუსეთზე. ხო არიან ჩვენთან პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ესე იგი რომლების საათიც კრემლის კურანტებზე გასწორებული არა. სამწუხაროდ არიან. აქედან გამომდინარე არ უნდა გაგვიკვირდეს ჩვენ რომ მათ ინტერესები აქვს და თავიანთი ინტერესების გამტარებელი პოლიტიკური ჯგუფები აქ არსებობენ და არის ეს რეალობა. თავარი ის არის რომ
ჩვენ შევძლოთ შევინარჩუნოთ ბალანსი აი ამ დიდ სახელმწიფოებს შორის და ჩვენ განვავითაროთ მრავალვექტორული პოლიტიკა, მრავალი ინტერესების მიმართულებით, არ უნდა იყოს ტაბუ დადებული ისეთ თემებზე, როგორიც არის დაუშვათ ნატო, ევროკავშირი და რაღაცა, რომელიც იყო ფაქტიურად გამოცხადებული ერთადერთ ჭეშმარიტებად და რაიმე კითხვის ნიშანი არ შეიძლებოდა რომ აქ შეეტანა ვინმეს. დიახ, რეკლამის გამო მცირე ხნით უნდა შევწყდოთ გადაცემა, ჩვენ მალე დავბრუნდებით და გველოდეთ. მოვეთერში ბრუნდებით, განმაგზავნებთ ჩვენს გადაცემას, ჩვენს სტუმართან ბიძინა გიორგობიასთან ერთად და ბატონო ბიძინა, ჩვენ ვახსენეთ მართალია ტოლვითან ნაკადები არაო, მაგრამ შეიძლება რაღაც ცალკეული ადამიანები ჩამოვიდნენ და დასახლდნენ, მით უმეტეს რომ არ უჩივის სიმცირეს უცხო ქვეყნის მოქალაქეების ჩვენი ქვეყანა თან იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ გარშემო არსებულ ქვეყნებში მოსახლეობა ძალიან მჭიდროდ არის დასახლებული, განსხვავებით საქართველოსგან, მე როგორც ვიცი სტატისტიკური მონაცემები, საქართველო არის ყველაზე მეჩხრად დასახლებული, ანუ აუთვისებელია ჩვენი ტერიტორია და შესაბამისად ის რა იმის გათვალისწინებითაც რომ ჩვენი მოსახლეობის რაღაც ნაწილზე არ თუ მცირე გარეთ უჭირავს თვალი რომ გავიდეს სამხედრო და უკეთ იცხოვროს, რაც ბუნებრივი ადამიანს უნდა უკეთ იცხოვროს, მაგრამ ეს იმას ნიშნავს რომ მის მიერ დაცარიელებულ ადგილს დაიკავებს სხვა აუცილებლად. იგივე, იმიტომ რომ ის მიწა რომელიც მოგეცა უნდა გამოიყენო, უნდა დაამუშავო და თუ არა და მოვა და დაამუშავებს სხვა. ძალიან დიდ პრობლემად მიიჩნევა ეხლა ჩვენთან ის რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეები განსაკუთრებით აღმოსავლეთიდან ძალიან დიდ მოცულობის მიწებს ყიდულობენ და იქმნიან თავიანთ დასახლებებს. აი რა იცით თქვენ? შეგიძლიათ რომ სადმე ერთი მაგალითი მითხრათ აი სოფლის სახელი. არა ეს არის თელმა საქართველოს. არ შემიძლია ამიტომ გეკითხებით თქვენ. რა შეიძლება საქმე? თელმა საქართველოს მიცის რომ სახლდებიან, მაგრამ რო კითხავ რომელ სოფელში სახლდებიან? ასახელებენ ერთადერთ ბაზალეთთან, რომელიც კახაბენდუქიძის შვილმა გაყიდა როგორც არასასოფლო სამეურნეო მიწა თავის დროზე 220 ჰექტარი, მერე იყიდა ვიღაცა იმან რა ქვია ეგვიპტელმა და მისი საკუთრებაა ეხლაც, მაგრამ 2023 წელს სასამართლოს გადაწყვეტილებით ამ ტერიტორიაზე, რომელზეც დაყოფილი აქვს მაგას 600 კვადრატული მეტრობით ის ტერიტორია და უნდოდა რომ რაღაც ვილები უნდა ეშენებინა და გაიყიდა როგორც ინვესტიცია იყო ჩვეულებრივი ეგა. მაგრამ სასამართლოს ზალით 2023 წელს აკრძალული აქვს ეგ, არა ბანკშიც ვერ ჩადებს იმ მიწებს, ესეთი სააპელაციო სასამართლოს დადგენილებით აქვს ეგ აკრძალული. ანუ ჩვენი დამოკიდებულება, ჩვენი შიში, მარადიული შიში რომ ვაიმე უცხოელი მოდის და უცხოელი აქ რატო ჩამოდის, ესე იგი ჯერ იყო რუსი ტურისტები რატო მოდიანო, მე რო აღარ ჩამოვიდნენ ეს რუსი ტურისტები რატო არ მოდიანო, ეხლა მე უკრაინელები ჩამოვიდნენ, წაგულეკეს უკრაინელებმა, მე ჩამოვიდნენ რატო მოდიან ირანელები აქ ტურისტები, რატო მოდიან ისრაელიდან ამდენი ტურისტი, რატო მოდიან ინდოელები აქ სასწავლებლად, ეს არ არის სწორი დამოკიდებულება, ეს შიში კარგია, მაგრამ ეს შიში მე არ ვფიქრობ, რომ გამომდინარეობდეს საკუთარი ქვეყნის და საკუთარი მიწის ესე იგი შენახვის ინსტინქტიდან. ვინაიდან საკუთარი მიწის შენახვის ინსტინქტი რო კონდეს, არ ექნებათ გაფეტიჟებული ქართველებს ის რომ არიქა ეხა რო გავიზრდები ერთი აქედან გამახწევინა რამენაირად წამიყვანა იქ მე მოვიწყობ ესე იგი სანეტარო ცხოვრებას და იქ ცხოვრება კარგია ჩვენთან არ ვარგა იქ ცხოვრება კარგი როა იქ თავისით კი არ არის იქ თაობები შეეწირა იმ კაი ცხოვრებას და ის კარგი რაც სხვაგან არის თუ გინდა რომ იყოს შენი უნდა მოაწყოს შენთან ჩვენი პრობლემა უფრო ისაა რომ ჩვენები მიატოვებენ თავის სამყოფელს და თავის ფუძეს უპრობლემოდ და მე იქ რო ჩავლენ რაღაცა ტოლვილად რო ცხოვრობენ იქ რაღაცა გინდაც მიაღწიონ რაღაც სოციალურ მდგომარეობას აი იქიდან მე იწერებიან რაღაცებს რომ აი მანდ არაბები არ შემოუშვათ აი რაღაც დეგოლი რო იჯდა ინგლისში და რომ მოუწოდებდა ფრანგებს რომ ეომეთ გერმანელებს ბიჭებო არ დანებდეთო მაგათო ხო აი ეს დამოკიდებულება არ არის სწორი დამოკიდებულება ეს შიში მუდმივი პათოლოგიური რომ აი რაღაცა უცხოელი დავინახე სტუდენტები ამდენი რატომ მოდიან ინდოელები თქვენ ინდოელი სტუდენტი აქ სტუდენტობის იმის დროის დამთავრების შემდეგ აქ დარჩენილი გინახავთ მე არ მინახავს ხო და ამაშია საქმე იმიტომ რომ ისინი იაფია აქ სწავლა ჩამოდიან სწავლობენ 37000 სტუდენტია ბინებს ქირაობენ სწავლის ქირას იხდიან
კარგი, ეს მოტოციკლეტებზე რო შედან და მებს არიგებენ და მისამართები არიციან, ეს სერიოზული პრობლემაა, მაგრამ ეს ინდოელების პრობლემა კი არ არის. ეს არის სახელმწიფოს კი არა, თვითონი ბიზნესების პრობლემაა, რომლებიც იყვანენ მუშებს, რომლებიც სახელმწიფო ენა არიციან და ვერ გააგებინებენ. სახელმწიფო ხომ და გააკონტროლოს ეს მკაცრად ვერ შეძლოს სახელმწიფო ვერ გააკონტროლებს ყველა დამქირავებელი ენის პრობლემას თავის დაქირავებულთან აგვარებს თუ არა, ამას საჯარო რეესტრი და დაუშვათ იქ პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტრო ვერ რაზე აი იმაზე რომ მიიღებს სახელმწიფო ენის არ მცოდნეს და მე საშუალება მექნება ძალიან დიდი პრობლემაა ტაქსი, კურიერები ძალიან დიდი პრობლემაა გეთანხმებით მე მაგრამ მე დიდხანს ცხოვრობდი უცხოეთში და იქ მე მინახავს ბევრი არალეგალი მაცხოვრებელის ქართველიც მათ შორის და მინახავს მუშებიც რომლებიც იქ ადგილობრივ გერმანულად ვერ ლაპარაკობდნენ საერთოდ კომუნიკაცია არ შეეძლოთ არანაირი ხო არის ეს მოვლენა ცნობილი მოვლენა ეს არ არის მარტო ჩვენს თავს რომ აი ეს შემოგვესია მთელი მსოფლიო აქ და რაღაც ხა ჩვენთან არის არალეგალები 30000 კაცი 30000 მარტო პარიზის რომელიღაც კვარტალში ცხოვრობს არალეგალი ალბათ არალეგალების პრობლემა მთელი მსოფლიოს პრობლემა ეგ არ არის მხოლოდ ქართული პრობლემა ჩვენ როგორ უნდა დავიცვათ თავი აი ამაზე უნდა ვიფიქროთ რომ სამუშაო ვიზების გაცემა ენის ცოდნის აუცილებლობა იმათვის ვინც დაუშვათ შეიძლება იქნეს დაქირავებული დროებით მაინც ხო აუცილებელია ეს ენა უნდა იცი ეხლა რომ მოდიან აქ და იყო ხოლმე რომ აი ინგლისური ენის ცოდნაც კარგია რუსული ენის ცოდნაც კარგია და ჩინურისაც და ინდურისაც ვარ საქართველოში არის სახელმწიფო ენა ქართული და აფხაზურია რა ვინც არის სახელმწიფო ენა ხო ის ადამიანები არ უნდა იქნენ მიღებული აი რაღაც მოპედებით რომ დაატარებენ საჭმელს ან ტაქსებზე რომ მუშაობენ ხო ეს მარტო სახელმწიფოს საქმე არა ჩვენი საქმეცაა რა თქმა უნდა მე რომ ვიძახებ დაუშვათ არ სარგებლობ მე ხშირად მაგრამ იშვიათად ხან რაღაცა მავიწყდება რაღაც გადასაცემად კურიერს რომ ვიძახებ განსაკუთრებით ერთ-ერთი ფირმის არ მინდა ეხა რომ რეპუტაციული ზიანი მივაყენო მაგრამ იმათი წარმომადგენლები როცა იმაშვებიან არიან ხოლმე მორიგე იმ ნომერზე სადაც მე ვრეკავ მე ვეკითხები რომ კურიერი არის თუ არა ქართული ენის სრულად მცოდნე რომ სად უნდა მოვიდეს რომ აუხსნა და სადმე აქვს და რამე აქვს რომ იცოდეს იმანა რა თუ ესეთი რამე არ იქნება რომ მოვა მე მუზარადიც რომ მოიხდის და შევხედავ თუ შევხედე რომ ესე იგი არის ადამიანი რომელიც ჩვენთან კომუნიკაციაში ვერ შემოდის მე იმას ორჯერ მქონდა ეგეთი შემთხვევა და მე მთელი ის მოვანდომე ხა დიდ იმას არ მომაყენებდა ზიანს მაგრამ ეს თალხა დავიბრუნე უკან და იმას არ გავატანე ეს ანუ ეს ჩვენზეცა ჩამიდენია მსგავსი ჩვენზეცა ეს დამოკიდებულება ჩვენ უნდა გქონდეს სამოქალაქო შეგნება და არ უნდა ავყვეთ იმ პოლიტიკანებს, რომლებიც ეხლა ადგილობრივი არჩევნებისთვის წინა საარჩევნო კამპანიისთვის ხმარობენ ამ თემას, რომ არ იქა ეხლა შემოგვეზე, აი სოფლებს აშენებენ, ერთად სახლდებიან, ლოცულობენ. ჩვენც ლოცულობთ, კაცო, ეხლა აღდგომაზე ორთოდოქსული აღდგომა რო იყო, ბერლინში ჩემი ოჯახით მივდიოდი ხოლმე და ღამის პირველ საათზე გარშემო ხალხს ეძინა იქ თავიანთ სახლებში, რომლებიც მეორე დღე 7 საათზე უნდა ამდგარიყვნენ და ლიტანიობა რო დაიწყებოდა ღამის 12 საათზე 3 საათამდე ზარებს რეკავდით ხოლმე იქ ხო ეს არის აღარ არის ჩაკეტილი შედეგი მოუტანა ბატონბიძინა გერმანიას მე არ ვამბობ რომ ლიტანიობაზე ზარების რეკვავ მაგრამ აი ღია კარის პოლიტიკამ და მიგრაციულმა პოლიტიკამ არ გაამართლა ღია კარის პოლიტიკა იცით რა არის ეს რთული თემაა რა ეს თვითონ აი ახლა აქ მარტო ქართველებმა უნდა ვიცხოვროთ ჩვენ და აქ ვინმე არ შემოვიდეს და რო არ შემოვლენ მე იმაზე დაიწყებენ ეგ პარტიები ყვირილს რო არის აქ იმას ხელისუფლებას არ აქვს ისეთი პოლიტიკა, ღია კარის პოლიტიკა, რომ ტურისტები შემოვიდნენ და რატო არ არიან ტურისტებიო. რომ მოვლენ ეს ტურისტები, რატო მოდიანო ტურისტებიო და ესე ნურზმოფრინდები არ გამოდის. უნდა კონდეს ოქროს შუალედი, ჩვენ უნდა ვიყოთ თვით დაჯერებული და ესე იგი თვითმყოფადი და ისეთი ხალხი ვართ ჩვენ დიდი ისტორიის ხალხი და არ გვეკადრება ის რომ რაღაც ცოტა ჩვენზე სხვანაირი გარეგნობის ადამიანის დანახვაზე ელეთმელეთი მოგდიოდეს რომ არიკა შემოგვესიენ ეხლა და რა გვეშველებაო რა რა თქმა უნდა ეს ძალიან უხერხულია
ეს საკითხი ძალიან მაინტერესებდა, ამიტომ მაინც ეს გადახვევა გავაკეთე და ისე მინდა დაუბრუნდე კი თქვენ ვარაუდობთ რომ არ იქნება და მეც ესე ვფიქრობ რომ ფართო მასშტაბიან, დიდ მასშტაბიან ომში ეს არ გადაიზრდება, თუმცა ირანს მაინც მოუწევს რაღაცა რეპუტაციული, ხო? სახის შენარჩუნების მხრივ რაღაცის გაკეთა, გარდა ამისა ირანში არეულობა ასევე არ აწყობს იმ პროექტებს, რომელიც ჩაფიქრებული აქვს ტრამპს ახლო აღმოსავლეთში, მათ შორის ეს მილსადენები, სპარსეთის ყურეში. თქვენ გონიათ რომ ტრამპს რამე ჩაფიქრებულია? რა ვიცი, ესე მგწდები? არა. მე უკვე ისეთი შთაბეჭდილება ვრჩება, რომ ჩაფიქრების და რემის განხორციელების ის ცოტა უფრო სიტუაციური ადამიანები. მაგრამ ხო გააფორმა ხელშეკრულებები ყატარში, საუდის არაბეთში და საკმაოდ დიდ ფულზეა ლაპარაკი. მაგრამ ეს ხელშეკრულებები ეხებოდა ყატარის და ემირატებისგან ფულის ჩატანას ამერიკის შეერთებულ შტატებში და არა პირიქით. რა თქმა უნდა. ამიტომ ის რაც მათ აწყობთ, იმას დაიცავენ, რა თქმა უნდა, იმ ხელშეკრულებებს. ანუ ფულს წაიღებენ და აღმოსავლეთში ახლა აღმოსავლეთში თუ არეულობა იქნება, ის ხელს არ შეუშლის იმას, რასაც შეპირდნენ, რომ რამდენიმე მილიარდი თუ ტრილიონი რა მილიარდებზე ისინი აღარ ტრილიონი ვიშოვეო, კაი ხასიათზე ვარ. კი 3 ტრილიონი მე მაგრამ ეს ყველაფერი არის ძალიან უკვე აი მე ჩემზე უკვე ტოვებს ძალიან აი ეს ტრილიონებზე და მილიარდებზე ესეთი ლაპარაკი ძალიან არასერიოზული მგონია უკვე მე, იმიტომ რომ არ ტოვებს ეს სერიოზულ შთაბეჭდილებას სიმართლე რო გითხრათ, ჩემზე პირადად ეხა შეიძლება ვიღაცას გონია რომ ეს რაღაც ხედან ვიღაც ქურუმები დელფოს მთაზე და იქ მოიფიქრებენ რომ აი მოდი ახლა ესენი დავღუპოთ, ესენი ხელი შეუწყოთ ამათ და რაღაც, მაგრამ მე რაღაც ვერ ვატყობ ამას. ძალიან სპონტანურად მიდის. ერთადერთი მე მაქვს როგორც გეოგრაფიულად, ისე გონებრივად ჩემი მზე უკვე აღმოსავლეთიდან ამოდის მთელი ცხოვრება და მე უფრო აღმოსავლეთისკენ ვიყურები. ეკონომიკურათაც და პოლიტიკურათაც. რაც გულისხმობთ ეკონომიკურ და პოლიტიკურ? ეკონომიკურად აი აზია არის მზარდი ბაზარი, ძალიან დიდი პოტენციალის მქონე ბაზარი. ჩვენ შეგვიძლია შევთავაზოთ სავაჭრო პარტნიორობა ჩინეთს და ცენტრალურ აზიას და ახლო აღმოსავლეთს. დასავლეთ ევროპაც თუ გონსმოვა და ევროპას დაუბრუნდება საკუთარ თავს და შეცვლიან იმ პოლიტიკას და გამოვლენ იმ პოლიტიკური და ეკონომიკური ჩიხიდან, რომელშიც ეხლა არიან და ეს არის პროვინცია, უკვე ფაქტიურად მსოფლიოს პოლიტიკური პროვინცია ევროკავშირი. აქ ჩვენ შეგვიძლია მათთანაც ძალიან ახლოს თანამშრომლობა, ისე რომ ეს სწორება ჩემთვის იმაზე, რა ქვია, ევროკავშირზე მაინც ისეთი ცალსახა არ არის უკვე რამდენიმე წელია ეს. არ არის დაუშვათ გუშინ და გუშინ წინ დაწყებული და ეს არ დამართია მე დაუშვათ ურსულა ფონ დერ ლაიენის და კაია კალასის გაცნობით. ხო, უბრალოდ რეალობა ესეთია, რომ ჩვენი განვითარების გადარჩენაზე არ მაქვს ლაპარაკი. ეს გადარჩენა, რომელიც ჩვენ ლაპარაკობთ დაახლოებით 800 წელია, ხო? ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ განვითარებაზე, თორე ჩვენ თუ არ ვილაპარაკეთ განვითარებაზე, არ ვიმოქმედეთ განვითარებისთვის, ჩვენ ვერც გადავრჩებით და ვერც განვითარდებით. ჩვენი განვითარების ყველაზე დიდი პოტენციალი დევს ჩვენ მეზობლებთან, ჩვენ კარგ ურთიერთობაზე და აღმოსავლეთის და აზიური სახელმწიფოებთან ვაჭრობის გაძლიერებაზე და საქართველოს ეკონომიკის გაძლიერებაზე. რამენაირად უნდა მოახერხოთ საქართველოს ხელახალი ინდუსტრიალიზაცია. ის რაც ბატონ ტრამპს უნდა ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. და ამ ფონზე აი ეს 3+3 ფორმატი, ბრიქსი ამას ეს კიდევ ინარჩუნებს რამე აზრს თუ ამ ტიპის გაერთიანებებმა დაკარგა არ დაკარგა 3+3 ფორმატი რაიმე პოლიტიკური გაერთიანება არც ეს არის საკონსულტაციო ჯერჯერობით საინტერესო ფორმატია უბრალოდ არ უნდა ვიჩქაროთ უნდა შევხედოთ რა იმიტომ რომ არის ეს ხო არის ბისეკიც არა ის შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობა ისიც ახლა შეიქმნა 92 წელს და იმის მერე არის და არის სტამბულში აქვთ ის რა ქვია იქ მეც ვარ ბერლინიდან ერთი-ორჯერ ვარ ჩასული იქ რაღაც შეხვედრაზე, მაგრამ არაფერს არ აკეთებს. იქ რაღაც კვლევები ერთმანეთთან აცთა გაცვლა გამოცვლა მიდის და მეტი არაფერი დამთავრებულია. რაც შეეხება BRICS კონდა BRICS აქვს რაღაც პოტენციალი, ოღონდ გააჩნია როგორ განვითარდება. კი, რაღაც პოტენციალი აქვს, ოღონდ გააჩნია როგორ განვითარდება მსოფლიოში სავაჭრო და სავალუტო
სავალუტო ურთიერთობები, აი სარეზერვო ვალუტა თუ დარჩება დოლარი და დოლარი რაღაცით იქნება ახალ კრიპტოვალუტად წარმოდგენილი რაღაცა სახით, ხო, აი ამის შემდეგ როგორ განაწილდება ეს სავალუტო სარეზერვო ვალუტის ისტორია ამას გააჩნია. და უნდა შევხედოთ, რა თქმა უნდა, უნდა დავაკვირდეთ ისე როგორც დამკვირვებლები არიან იქ აზერბაიჯანის, ჩვენი სტრატეგიული და სამხედრო პარტნიორია რა. საქართველოს, თურქეთს და აზერბაიჯანს არ უნდა დაგვავიწყდეს. ჩვენ რომ აქვთ სამხედრო სტრატეგიული პარტნიორობა, აკავშირებთ ერთმანეთთან, რაც ჩვენი რეგიონისთვის ძალიან ძლიერი საყრდენია, სხვათა შორის და სტაბილურობის საყრდენია სამხრეთ კავკასიაში. აი ეს პარტნიორობა საქართველოს, თურქეთის და აზერბაიჯანის, რომელსაც სამივე მხარე იცავს ძალიან კარგად ჯერჯერობით. რას გულისხმობს ეს ახლა ჩვენ მეც ვიცი, თქვათ რაღაც ნაწილმა საზოგადოების იცის რომ ჩვენ გვაკავშირებს ეს სამხედრო სტრატეგიული პარტნიორობა აზერბაიჯანთან და თურქეთთან. რეალურად რას ნიშნავს ეს? საინტერესო იქნება ამის განმარტება. რეალურად ნიშნავს იმას, რომ სამივე მხარე მოქმედებს იმისკენ, რომ არ დაემუქროს რაიმე საფრთხე, რომელიმე ამ ხელშეკრულების მონაწილე მხარეს. განა ერთმანეთისგან, ასევე გარედანაც. ანუ იქ არის თქვენ ნახეთ ალბათ ის არჩევნების შემდეგი პერიოდი, როდესაც აქ დიდი ფული იყო ჩადებული რევოლუციისათვის. ხო, თქვენ ნახეთ რომ ფაქტიურად პირდაპირ თურქეთის და აზერბაიჯანის სახელმწიფომ და სომხეთმაც უცებ ესე იგი ისქნეს, რა ქვია, გააკეთეს განცხადება საქართველოში არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების თაობაზე, რომ არ გამოეწვია ამას რაიმე ეჭვი და რაიმე სიხარული იმ ადამიანების გულში და არ მიეცა იმ რევოლუციონერებისთვის რაიმე ახალი დამატებითი იმპულსი, რომ აი რაღაც ჩვენი მეზობლებიც თითქოს და ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ არიან. ეს ძალიან კარგი ის არის, რა ქვია, თანამშრომლობა ჩვენ შორის და მე ძალიან მიხარია, რომ სომხეთიც ბოლო პერიოდში აი ამ თანამშრომლობისკენ იხლება. თქვენ გახსოვთ თბილისში ჩატარებული საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების შეხვედრა და თუ გაგრძელდება ეს მიმართულება და ჩვენი რეგიონი იქნება ეკონომიკური თანამშრომლობის რეგიონი, იქნება ძალიან კარგი. და ბატონო, თქვენ როგორ ხსნით იმ ფაქტს, როდესაც ევროკავშირი აი ლაპარაკობს ჩინეთთან თანამშრომლობაზე, ცენტრალურ აზიასთან, ცენტრალური აზიის ქვეყნებთან თანამშრომლობაზე, მე სულ ვიმეორებ ამას და თქვენთანაც გავიმეორებ, რომ ყაზახეთში 200 მილიარდის ინვესტიცია აქვს ჩადებული ევროკავშირს, იმიტომ რომ გულზე გავსკდი შურით. მარტივად რომ თქვა, ეს თქვა ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და სულ ყაზახეთის საინვესტიციო პორტფელი დამოუკიდებლობის გამოცხადების დღემდე 450 მილიარდი კი ბატონო ყოფილა და აქედან ნახევარი თითქმის ევროკავშირზე. რა ვიცი, ჩვენ 6 მილიონს გვაყვედრი და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ცოტა არ იყოს გამიკვირდა, ამიტომ ერთ-ერთი კორპუსის მილიარდი 6 მილიარდს მე მგონი. მილიარდს? კი, 6 მილიარდს. მგონი დავითვალეთ 4 მილიარდი, იქ სხვადასხვა არის. რომელიღაც გარაჟიდან გვაყვედრი და კელი დეგნანი რომ ამდენი თურმე ამით ესე იგი აი ამ მებს აფინანსებდნენ. და ამ დროს თანამშრომლობაზე ლაპარაკობენ, ჩინეთთანაც თანამშრომლობაზე ლაპარაკობენ, იგივე ვთქვათ, აი ხა აბრაამის შეთანხმებაზე, ხო თითქოსმა თქვა, რომ აზერბაიჯანი და სომხეთი შეიძლება იგულისხმებოდეს ამ შეთანხმების ხელმომწერებად რაღაც გარკვეული პერიოდის შემდეგ და არავინ არ გვახსენებს ჩვენ. გვინდა რომ გვახსენო? არა, მე არ მინდა რომ გვახსენო, მაგრამ მე ვერ ვიგებ რატომ არ გვახსენებ. ჩვენ ვიგულისხმებთ, ჩვენ აი ეს მოთხოვნა, აი ეს მოთხოვნა რომ ვინმე შეგვაქოს, ვინმე გვახსენოს, რატო გვაქვს? არა, მე თავშიც რატო უნდა მაყურებლისთვის არა, რაღაც უბრალოდ მაყურებელსაც უნდა ხო, მაყურებელმაც იცით, ეს მოთხოვნა არ არის სწორი, ეს ჯანმრთელი მოთხოვნა არ არის, რომ თქვენ გონიათ რომ ბრიტანეთში ინგლისელებიც და შოტები და ისინი შედან და უყურებენ აბა რომელ სახელმწიფოში ინგლისელებზე რა სიტყვიან? ან დაუშვათ ინგლისელები რომ გავიდნენ ევროკავშირიდან 6 წლის წინ, იქ სადაც ჩვენ ახლა რამენაირად მიგვიღეთო, ვიხვეწებით. სწორია ეს ჩვენ ვიცით ამ ევროკავშირში რომ შევალთ იქ ჩვენ ეკონომიკურად რა გველის? ხო არ ვიცით? არ ვიცით, მოსახლეობა ნამდვილად არ იცით. ჩავიდეს ხო და აი ეს ადამიანები ევროკავშირის დროშებით მოსხმული რომ რკინის რაღაცებს რომ უბრახუნებენ პარლამენტს, ჩავიდნენ და ნახონ რუმინეთის ღრმა სოფლები, ნახონ ბულგარეთის, ალბანეთის, ნახონ იქ როგორი მდგომარეობა და უნდათ დაუშვათ რომ საქართველოში ეს ქართველი მეღვინეები ეხლა რომ ყიდიან
ღვინოს რუსეთში, ჩვენ რო ევროკავშირში მიგვიღონ რომელიმე გაყიდის კიდევ თავის ღვინოს რუსეთში. ფერმები რო არის, საიდანაც ჩვენ ყიდულობთ პროდუქციას სოფლის მეურნეობის ქართული, ისინი ვეღარ იმუშავებენ. ხო, ანუ ეს ყველაფერი ამათ ხო არიციან, არა? ხო და რო არიციან, ეგაა მთელი უბედურება. შესაბამისად, ჩვენ არ უნდა ვიყოთ მოტორ ვიღაცამ გვახსენოს, ვიღაცამ შეგვაქოს, ეს არ უნდა იწოვდეს ჩვენში რაღაც იმას, რომ აი რა მართლა რა კარგები ყოფილვართ. ესე იგი არ ვიცით, რომ კარგები ვარ თუ ვინმე არ შეგვაქო? არა, ეს არასრულფასობრივი. ეს ძალიან ცუდი ნიშანია. მუდმივი მოთხოვნა. მე მაგიტომ არ დამისვარ. ხელისუფლება, როდესაც ქუჩაში გამოდიან რევოლუციონერები და ცესხს უშენენ პარლამენტს, ხელისუფლება ამბობს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო და ინგლისის საელჩო და გერმანიის საელჩო და დაუშვათ ევროკავშირის საელჩო ამათ ახალისებს, მაგრამ საკმარისია, რომ იქიდან ამერიკის შეერთებული შტატები ერთი პატარა რაღაცა საქართველოს სიტყვა ითქვას, რომ პოზიტიურ კონტექსტში, რომ აქ იმ წუთში დაიწყებენ ისე იმავე ლაპარაკს, რომ აი ნატოში შევდივართ და ამერიკამ გვახსენა და ამერიკა ისევ ჩვენკენ იყურება და გადავტვირთეთ და მორჩა იქ აგრემანი მიიღო ჩვენმა ელჩმა ამერიკის შეერთებულ შტატებში. ვის არ მიუღია აგრემანი კაც? სიცხვილეა უბრალოდ. ეს ცოტა არის, მაგრამ მე მაგიტომ არ დამისვამს ეს კითხვა. მე იმიტომ დავსვი, რომ ისინი რატომ არ იმჩნევენ, იმიტომ რომ ეს იგულისხმება, ეს ამ პასუხის მიღება მინდოდა და არა იმიტომ. მე სულაც არ ვთვლი, რომ ეს არასრულფასოვნების მანიშნებელია, როცა ადამიანი დამოკიდებულია სხვის შეფასებაზე, რა თქმა უნდა, ეს ცალსახად ასეა, მეცნიერულად დადასტურებულია. მე ვთქვი, ვიკითხე, ისინი რატომ არ ახსენებენ? ანუ იგულისხმება, რომ აქ პრობლემები ნაკლებია. აქ პრობლემები ნაკლები კი არა აქვს, აქ აქვს პრობლემა მათ. აქ ნახეს თავიანთი ყველა ნაკლი, რაც აქვს ევროკავშირს. ამას ხედავენ საქართველოსთან თავიანთ ურთიერთობაში. ხომ ეს პრობლემა აქვს აქ, რომ ხელისუფლება არ იღება უნივერმაგის კარებივით ორივე მხარეს, ხო, არ უსრულებს ყველაფერს, რასაც იტყვიან, დაუშვათ იქ ტარიფები იქნება, თუ სატრანსპორტო ტარიფები იქნება, თუ რაც იქნება, და ყველაფერზე თანახმა არ არის ეს ხელისუფლება. ამიტომ მათ უნდათ რაღაც კოალიციურ მთავრობა შექმნიან, ის 4 პარტია ხო ყავთ, ამოჩემებული პარტია. ხან 6-ად გაყოფენ, ხან 8-ad გაყოფენ, ხან შეაერთებენ, რასაც უნდა იმათ უზა. ეს 4 პარტიისგან უნდათ მათ რომ რამენერად კოალიციური ხელისუფლება შეაკოწიწონ, მერე საელჩოებში დაიბარებენ და ეტყვიან, თქვენ ამას უჭერთ ხართ, თქვენ ამ კანონს იღებთ, თქვენ ამ კანონს ბლოკავთ, თქვენ ამ კანონს შეცვლით, ამ ტარიფებს დააწესებთ, სატრანსპორტო ტარიფი ამდენი იქნება, აქ არ უნდა იყოს არაფერი. მე მოგცემ $10,000 გრანტს. ხო, თუ არ მოიქცევი, კარგად გრანტს არ მოგცემ. ნუ მოგცემ ბატონო, კი ბატონო. ნუ მოგცემთ ამ გრანტს, ახლა ხო თქვა იმან ინგლისის საელჩომ, რომ ჩვენ 80,000 ფუნტი სტერლინგი უნდა მიგვეცაო გრანტიო და ვერ მოგცემ და 80,000 ფუნტი სტერლინგი მაგათთან ყველა კაიბის მანქანის საბარგულში უდევს არა და არ გვინდა ესეთი გრანტი. ეს გრანტი ჩვენ რაიმე საქმეს არ გვიკეთებს. ეს გრანტი უკეთებს საქმეს იმ კონკრეტულ მიმღებ ორგანიზაციებს, რომლებიც ასრულებენ დავალებას იმ სახელმწიფოსგან, რომელიც მათ აძლევს იმას, რა ქვია, ფულს. ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად. მათი თანამშრომლები არიან. თუ უაქცენტოთ ლაპარაკობენ ქართულად, ეს არ ნიშნავს, რომ ისინი ქართველები არიან და რაღაც ხო, და რაღაც ძალიან უხერხული აქცენტით ინგლისურად, როგორც აი მაგალითად აღმოჩნდა იმაში, ახლა რო იყვნენ წასული მწერლები და ისინი ერთად ევროკავშირის თუ ევროპარლამენტში. ცოტა მოულოდნელი იყო ნამდვილად. ბატონო, ძალიან დიდი მადლობა სამწუხაროდ. თქვენ ელოდით, რომ ეკა გიგაურის სხლავდა ინგლისურს? არ ველოდი. იმიტომ რომ ეკა გიგაურის აი კონკრეტულად ეს არის ინტელექტ წაშლილი ადამიანების საკრებულო, რომლებიც მზად არიან საკუთარი სამშობლოს ხარჯზე მოიწყონ მთელი თავის ცხოვრება და ესე აკეთებენ უკვე 15 წელია თუ მეტი და ასე ჩანს სამწუხაროდ და ძალიან დიდი მადლობა. პირველი ნაწილის დრო ამოიწურა სამწუხაროდ. ჩვენ რეკლამის გამო მცირე ხნით უნდა შევწყდოთ გადაცემა, დაგვბრუნდებით მეორე სტუმართან ერთად, დაგველოდეთ.